მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ფარგლებში საველე სამუშაოების დასრულების ვადა წლის ბოლომდე გადაეწია. მონაცემების შეგროვება ორივე მეთოდით, როგორც კარდაკარის, ისე თვით რეგისტრაციის მეთოდით 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. საქსტატში აცხადებენ, რომ აღწერის მიმდინარეობისას თბილისში მცხოვრებ მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი სხვადასხვა გარემოების გამო კარს არ უღებდა მათთან სახლში აღწერაზე მისულ საქსტატის წარმომადგენელს, რამაც გარკვეულწილად შეაფერხა პროცესი. პროცესი ასევე შეაფერხა გასული დღების განმავლობაში რამდენიმე რეგიონში მოსულმა უხმანალებმა და რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმაც. მონაცემთა შეგროვების პროცესში ქალაქ თბილისის მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი აღწერის ფარგლებში კარს არ უღებდა მასთან სახლში მისულ საქსტატის წარმომადგენელს, რაც გარკვეულწილად აფერხებდა მონაცემთა შეგროვების პროცესს. გარდა ამისა, ზოგიერთ რეგიონში გასული დღეების განმავლობაში მოსულმა უხმანალებმა, ასევე რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა გარკვეულწილად შეაფერხა მონაცემთა შეგროვების პროცესი. აქედან გამომდინარე, როგორც უკვე აღვნიშნე, ასევე მოქალაქეთა ძალიან დიდი ნაწილის თხოვნით ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღეიდან 20 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლის პერიოდში კვლავ ავამოქმედოთ თვით რეგისტრაციის პორტალი, ანუ მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა დამოუკიდებლად სახლში აღწერის ვიზიტის გარეშე მიიღონ მონაწილეობა აღწერაში.